დღეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. შტატების პრეზიდენტის თქმით, ზელენსკისთან საუბრის ძირითადი ნაწილი იმ საკითხებზე იყო, რაც გუშინ პრეზიდენტ პუტინთან გამართული საუბრის დროს მიმდინარეობდა, რათა რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე დათანხმდნენ. ტრამპმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საუბარი კარგად წარიმართა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკულ ობიექტებსა და შავი ზღვის აკვატორიაში საომარი მოქმედებების 30 დღით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა სრული მშვიდობის დამყარებისთვის კრემლი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და ქვეყანაში მიმდინარე მობილიზაციის შეჩერებას ითხოვს. რუსეთსა და უკრაინას შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და მშვიდობის მიღწევის გზები ტრამპმა და პუტინმა 18 მარტს სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს. საუბრის დასრულების შემდეგ, რომელიც 2 საათნახევარს გაგრძელდა, ორივე მხარემ ოფიციალური განცხადება გააკეთა. კრემლის პოზიციით უკრაინაში კრიზისი რუსეთის კანონიერი ინტერესების გათვალისწინების გარეშე ვერ მოგვარდება და ესკალაციის თავიდან არიდების საკვანძო წინაპირობებით დაასახელა. უკრაინის საერთაშორისო სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო მონაცემების მიწოდების სრულად შეწყვეტა. კრემლისგან განსხვავებით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტაზე თეთრ სახლს არაფერი უთქვამს. პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა პუტინმა დღეს უკრაინაში მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს ხანგრძლივი მშვიდობით. ეს კონფლიქტი არასდროს უნდა დაწყებულიყო და დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო გულწრფელი და კეთილსინდისიერი სამშვიდობო ძალისხმევით. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ მოძრაობა ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით დაიწყება, ასევე ტექნიკური მოლაპარაკებები ჩაუზღვაში ცეცხლის სრული შეწყვეტითა და მუდმივი მშვიდობით. ეს მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობის მომავალს უდიდესი დადებითი მხარე აქვს. ეს მოიცავს უზარმაზარ ეკონომიკურ გარიგებებს და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, როდესაც მშვიდობა მიიღწევა. პუტინთან საუბარი დადებითად შეაფასა დონალდ ტრამპმა, მან საკუთარი განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პრეზიდენტ პუტინთან ჩემი დღევანდელი საუბარი ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო. ჩვენ შევთანხმდით დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე ყველა ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე, იმის გათვლით, რომ ჩვენ ვიმუშავებთ სრულ ცეცხლის შეწყვეტაზე და საბოლოოდ რუსეთსა და უკრაინას შორის ამ საშინელი ომის დასრულებაზე. ეს ომი არასდროს დაიწყებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. მშვიდობის შეთანხმების ბევრი ელემენტი განვიხილეთ, მათ შორის ის ფაქტიც, რომ ათასობით ჯარისკაცი იღუპება და ორივე პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის სურთ ამის დასრულება. ეს პროცესი სრულ მოქმედებაშია შესული და ჩვენ იმედია კაცობრიობის ხათრით საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. მიუხედავად ტრამპსა და პუტინს შორის გამართული საუბრისა 19 მარტის ღამეს რუსეთმა რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე იერიში მიიტანა. საცხოვრებელ სახლებთან ერთად დნეპროპეტროვსკში დაიბომბა უკრაინის რკინიგზის ენერგოსისტემა, რის შედეგადაც ელექტრომომარაგების პროცესს პრობლემა შეექმნა. რუსეთის თავდასხმაზე კომენტარი ფინეთში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკეთა. მან დღეს ჰელსინკში ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პუტინის სიტყვები რეალობისგან განსხვავდება. გუშინ ვლადიმერ პუტინის დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ, როცა პუტინმა თქვა, რომ უკრაინულ ენერგეტიკაზე შეჩერდება თავდასხმა 150 დრონი გაუშვეს ჩვენი მიმართულებით. მათ შორის დარტყმები განხორციელდა ენერგეტიკის ობიექტებზე, ტრანსპორტზე, დაზიანდა 2 საავადმყოფო საქალაქო ინფრასტრუქტურა. პუტინის სიტყვები რეალობისგან განსხვავდება. ზელენსკიმ ფინეთში პრესკონფერენციაზე თქვა ისიც, რომ უკრაინა მოამზადებს და პარტნიორებს გადასცემს ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო ობიექტების სიას, რომლებზეც რუსეთმა დარტყმები უნდა შეწყვიტოს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ კრემლი შეწყვეტს ამ ობიექტებზე თავდასხმას, მაშინ უკრაინა შეაჩერებს რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს. თუ ჩვენ გვექნება შეთანხმება, იქნება ობიექტების სია. ჩვენ ეს სია გვაქვს. სია სამოქალაქო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტების. ამ სიას ასევე მოამზადებდა პარტნიორებს გადავცემთ და თუ რუსები ჩვენ ობიექტებს არ დაარტყამენ, მაშინ ჩვენც არ დავარტყამთ მათ ობიექტებს. მანამდე 11 მარტს საუდის არაბეთში უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვით უკრაინა ფრონტის ხაზზე 30 დღის განმავლობაში ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე იყო თანახმა. მაშინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იმედოვნებდა, რომ რუსეთი ცეცხლის სრულ შეწყვეტას დათანხმდებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მაიკ უოლცის თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველს იური უშაკოვს და მასთან ტრამპის წინადადებები განიხილა. როგორც უოლცი ამბობს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის განხორციელებასა და გაფართოების საკითხებზე სამსჯელოდ მომდევნო დღეებში ერ-რიადში შეხვედრა ექნებათ.